ხშირად ვიგებდით ხოლმე კოვიდის დროს, რომ ამბობდნენ ზოგ ადამიანს უვლინდება უსიმპტომოდ. თუ არის რაიმე გეგმა, რასაც შეიძლება ადამიანი მიყვეს, იცხოვროს მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესით, ივარჯიშოს, არ მოწიოს, არ დალევს, რაც ბევრად უფრო შეამსუბუქებს ამ ვირუსების გამოვლინებას მათ ორგანიზმში. კონკრეტულად ჰანდავირუსზე და ებოლაზე ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში ხო. არაფერი ესეთი ცნობილი და შესწავლილი ესეთი არ არსებობს, თუმცა ზოგადი პრინციპია, რომ ჯანსაღი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ზოგად ჯანმრთელობას ხელს უწყობს, მაგრამ რამდენად ეს ახლა ჰანტასგან დაგვიცავს ან ებოლასგან, ნაკლებ სავარაუდოა, ჰანტასთან მიმართებაში შეგვიძლია უბრალოდ ამ ღრნელებთან დაკავშირებით მივიღოთ, ხო, ავირიდოთ და ჩვენთან საკუთარ, თქვათ, ეზოში, სარდაფში თუ სხვენში თუ ასე შემდეგ, შევამციროთ ღრნელების რაოდენობა. ებოლა, ისე ვამბობთ, აფრიკის მიღმა, პრაქტიკულად არ ვრცელდება და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად ეპიდაფეთქების დროს არ უნდა ჩავიდეთ კონგოში.